პროცედურა, როდესაც უნდა ჩატარებულიყო, წყვილი აღარ გამოცხადდა პროცედურის ჩასატარებლად. როდესაც უნდა მოგვეკითხა უკვე ეს პაციენტი, რომ რა ხდება, ჩემს მოსაცდელში მთელი დღის განმავლობაში წვეროსანი მამაკაცი მელოდებოდა მთელი დღე, რომელმაც ყველა პაციენტი შემოუშვა და ბოლოს შემოვიდა ჩემთან. როდესაც შემოვიდა, მითხრა, რომ მეო ვარო ამის და ამის მამაო და ჩვენ ის ბიჭი, რომელსაც სახელს და გვარს მე ამჟამად ეხლა ვერ დავასახელებ, გარდაიცვალა ავარიის შედეგადო. ძალიან მძიმე ისტორიაა. ძალიან მძიმე ისტორიაა და იცით, მანამდე სანამ ეს მოხდებოდა, იყო კიდე ეს დამაბრკოლებელი საკითხი, რომ მეუღლეს აღმოაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის კიბო. გოგონა იყო ძალიან დათრგუნული ამ მდგომარეობის გამო და მან თქვა, რომ მე ჯერ ცოტა ხანი, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ ისე გარდაცვალებიდან და წლის თავის შემდეგ მე ჩემ თავს რაღაც შემოუძახებ და შესაძლებელია გავაგრძელო ეს პროცედურაო. და ერთი წლის მერე უკვე გოგოს მხარე მომიყვანა მე ეს გოგონა. ჩვენ გადავიტანეთ ეს ემბრიონი, გამოლღობის შედეგად ერთი ემბრიონი აღმოჩნდა ნამდვილად ძალიან კარგი, მეორე ემბრიონმა განიცადა ლიზისი, დეგენერაცია და ჩვენ და ის ემბრიონი ვერ გადავიტანეთ და გადავიტანეთ მხოლოდ ერთი ჯანმრთელი და კარგი ემბრიონი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ორსულობა დადგა და ბავშვიც დაიბადა. მართლა ძალიან მაგარი ამბავია, რომ გარდაცულ ადამიანს შვილი გაუჩნდა.